ფსიქოლოგიაში არის ერთი ასეთი ხრიკი. როგორ დავიპყროთ ადამიანის გული და მოვიპოვოთ მისი ნდობა. მოვახერხოთ მათი ატირება და გაცინება. შევანჯგრიოთ ისინი სევდიანი ემოციებით და მხიარული ემოციებით ერთდროულად. და ადამიანი ჩვენია. პირველად რომ წავიკითხე ეს იდეა, ბოლომდე ვერ გავუგე, მაგრამ მერე სულ გონებაში მიტრიალებდა და დავიწყე დაკვირვება. ახალგაცნობილ ადამიანს არასდროს უცდია ეს ხრიკი ჩემთან. როგორც ჩანს, არ ვარ საკმარისად კარგი, რომ ჩემთვის თუნდაც ასე შეწუხებულიყვნენ. თუმცა დავაკვირდი წიგნებსა და ფილმებს, რომლებიც ყველაზე მეტად მომეწონა და შემიყვარდა. კონკრეტულ მაგალითებს ჩემთვის დავიტოვებ. და ხომ ბუნებრივია, რით დაიმსახურა ჩემი სიყვარული ამ წიგნმა ან ამ ფილმმა. ახლა ის ერთი ფილმი მახსენდება, რომელიც ყველამ ვიცით და ყველას ძალიან გვიყვარს. იქ არის სათავგადასავლო ჟანრიც, მცირე დოზით მკვეთრი დრამატიზმიც, ტრაგიზმიც, ისტორიული ჟანრიც, რომანტიკა, დიდი დოზით კომედია და გარკვეულ დონეზე ჰორორიც კი. თან გაცინებას ახერხებს, თან შეშინებას, თან საინტერესო ამბავს გიყვება. აი ყველაფერია, ყველანაირი ემოციების ზღვაში გაგდებს. პოლიჟანრულობა, მრავალჟანრულობა სჭირდება კარგ წიგნს და ფენტეზის კიდევ უფრო. წიგნი, რომელიც აგატირებს, დაგაინტრიგებს, გემრიელად გაცინებს, ხოლო სიყვარულს კი არა, მიჯაჭვულობასაც ქმნის. ერთხელ წაიკითხე, გამოსცადე ეს გრძნობების ქაოსი, კიდევ გინდა. კიდევ გამოსცადე, კიდევ გინდა, გავიდა დრო და ისევ უბრუნდები. თუ წიგნს და ფილმს დაუსრულებლად უბრუნდება მკითხველი და მაყურებელი, იმ წიგნის და ფილმის შემქმნელებმა გაიმარჯვეს, რადგან ჭეშმარიტი შედევრი მოგონებათა სასაფლაოზე კი არ გაარაფერდება, არამედ არსებობიდან უკვდავებაში ამარად იულდება. შეხედეთ ვეფხისტყაოსანს, მსგავს ვერასდროს ვეღარავინ ვერ შექმნის, მაგრამ შეხედეთ 700 წელი გავიდა და დღემდე მასზე ვსაუბრობთ და ვიღებთ ინტელექტუალურ ესთეტიკურ სიამოვნებას. ადამიანობა გრძნობათა ქარიშხალში სავალი გზაა განღმრთობამდე. ხელოვნება გრძნობაა, წიგნიც გრძნობაა და რომელიც ყველაზე უფრო მძაფრად განგაცდევინებს ადამიანობას, ის რჩება მუდამ შენთან. ასეთი უნდა იყოს თქვენი ამბავი. ყოველ მხრივ შთამბეჭდავი.